პრობლემა რა არის? უბრალოდ ის სადაც ჩვენ ცხოვრობთ, როგორი უბანია, იცი ცოტა შორ-შორს ცხოვრობთ. დასახლება არის ცოტა იმაზე რა, ჭიდროთ არ არის. და შორი-შორს რო ცხოვრობთ, ვაფშე არ გამოყავთ რა ეგა პრობლემა თუ რა გადავიხთ დაუშვათ 1500 ლარს. გაიყვანე შენ თვითონ და ფულიც მე მომეცვიდე სად ხდება ესე რა. ტირანები არიან ესენ თუ ვინ არიან თქვენ უფრო კარგად იცით. ჩემი მეზობელი ასე რომ წყალი არა გვაქვს, გზა არა გვაქვს, აი ეს ბიჭერი ჩემი მეზობელი. თვეში ორჯერ 26 ლარი გაზი, მაგ 26 ლარი, მკითხე მაგ. თქვენ პირდებით ხალხს, რომ სოფლის მეურნეობისთვის გავაკეთებთ ძალიან სერიოზულ შენატანს. ეს დაახლოებით 1,5 მილიარდი იქნება ლარი, რასაკვირველია, ფონდი, რომელიც სოფლის მეურნეობას ამოქაჩავს და დავიწყებთ მეორე დღესვე ხალხის შერჩევას, ვისაც ჭკუა მოეკითხება, ვისაც გარკვეული გამოცდილება აქვს სოფლის მეურნეობაში, მუშაობაში, მეურნეობაში საერთოდ და ჩააბარებენ იმ საქმეს, რაც თანასოფლესაც გვერდში დაუდგეს და მერე ნელ-ნელა სოფელმა უნდა წამოიღოს. ზეწოლას ახდენენ მარტო რატო? სამსახურებიდან გამოგვაგდებენ, აშინებენ მაგითი, მერე ზოგს იჭერენ, ახალგაზრდებს უბანში გამოსulis ეშინეთ მილიციამ არ დაიჭიროს. აი ეგ არის ჯერ თავარი პრობლემა ამათი, ამ ხალხის. მერე უკვე იძულებული ხდება, რომ უნდა იჯდეს, სახში აღარ გამოვიდეს. არა შვილო, ჩემ ცოლს გამოვაგდებენ სამსახურიდან, ჩემ შვილს გამოვაგდებენ სამსახურიდან, ვერ მოვალ, მაპატიე. ჩემი საკუთარი ნათესავებიც კი ვერ დავარწმუნე, რომ არაფერი არ იყოს აშში, მაგრამ ეშინია და ვერ მოდიან. რა გავუკეთოთ? რანაირად მიუდგეთ, ეგ უკვე გვასწავლეთ და კი ბატონო. თანამდებობა უმუშევარი ვარ, დროებით უმუშევარი. არის კონტრაქტზე. კონტრაქტი არის, ხელფასილებს 600 ლარს. ხმა არ მოიღო ტელევიზიაში გაშუქდებიო და გამომაგდებენ, გამომუშავ. გამოვაგდონ ჯანდაბას, სხვა შვილებიც ამყავს. გზები და დენი, წამო ტოდორეთიდან ჩავიდეთ თბილისამდე, რამდენად გზე მანქანა უნდა გაჭერდეს, რომ მეორემ გაიაროს. აი ჩვენი დღევანდელი ცხოვრება. რას ავლაპარაკობ და რა გაჭირებაზე არ ვილაპარაკო, კაცო. თუ უნდა სახით მომივიდნენ და თქვენ რატო არ. შენ ჩემზე კარგა არის ის ოფეში რა მდგომარეობაა. პირველი პრობლემა არის უმუშავრობა, უმუშავარი კაცი რო ვარ, შემოსავალი არ მაქვს, ექიმთან ვერ მიდივარ, კბილები არ მაქვს პირში. აი პირველი პრობლემა. თანხები როა გამოყოფილი კონკრეტულად რაში დაიხარჯა, მაშინ მოსახლეობას აქვს პრეტენზიები, რომ არ დაიხარჯო, არამიზნობრივად დაიხარჯო. თქვენ როგორც ამ სოფლის გამგებელი, რა სიტყვით ამაზე? ეს თანხა დაიხარჯა სოფელში თავშეგრის ადგილი შარშან გაგეთდა 400 კაციანი. თავის ყველაფერიანად კონდიციონერი, თავის შიგნით ყველაფერი კოსმეტიკა რაც საჭირო არის და მეორე ეს გზა გაგეთდა 30 წელია. აქეთ გზა მანქანა არ მოწროობდა. ეს არის 300 მეტრიანი ეს არის გზა არის. სუთლიანად გაიხსნა და გაგეთებულია. სანიავრები გაიხსნა, მერე პლანიროვკა გაგეთდა სუთლიანად მუხაწყაროდან ნახშირგორამდე. სასმეცხვრის პრობლემა აქ ესე იგი ძირითადად აი ეს არის ცენტრალური ყველა საქჩეები გაგეთებულია. აი თურმე ცხეთის მუნიციპალიტეტი გამოყოფილი თანხიდან, გამოყოფილი ფულით აი ეს გზებს აკეთებს და წყალი სარწყავი დასალევი წყალი. აი ეს არის გაკეთებული, აი ეს არის გადაღებული. დღეს თქვენს გახდით მოწმე იმ შეხვედრების, რომელიც ჰქონდა სოფელ ლისში და სოფელ მსხალდიჩში. საარჩევნოდ ის პროგრამა, რომელსაც ქართული ოცნება დადებს, არის ზუსტად ის, რომ აი ესეთი მდგომარეობიდან საქართველო გამოიყვანოს. მე დავrწმუნდი ერთი იმაში, რომ როგორც ქართულ სოფელში ვიყავით ლისში და ისეც მსხალდიში, ადამიანებს საწუხებს ერთი და იგივე პრობლემა, სოციალური ეკონომიკური მდგომარეობა, მათი დაუცველობა. ჩვენ ერთადერთი იმედი გაგვიჩინია, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა გადაარჩენს საქართველოს